მოდით ესე ვთქვათ, მადა შეიძლება იყოს, რომ მე როცა მშია ფიზიოლოგიურად. მადა შეიძლება იყოს სრულებით არ მშიოდეს, მაგრამ მე დავინახო, შევნიშნო, გემრიელი სურნელი მეცეს და აღვიძრას მადა. მადა მოდის უფრო მეტად, შეგვიძლია ტელევიზორმაც კი აღვიძრას, ხო, ჩვენი წარმოდგენა, ჩვენი დამახსოვრებული გემოები. და სწორედ ეს არის, რომ აქ უნდა გავარჩიოთ, ეს არის მადა თუ შიმშინი. რას მომცემს მე ხა ეს საკვები, ოღონდ მუდმივად ესე არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ხანდახან ჩვენ მადასაც უნდა გავყვეთ და არ უნდა დავთქმოთ, მაგრამ უმეტესად ამ მადამ არ უნდა გვმართოს. არამედ უნდა გვმართოს ჩვენმა ფიზიოლოგიურმა მოთხოვნილებამ. იცით რა გვაქვს, არ მშია, მაგრამ საღამოს უსუსრავს, სულ რაღაცას ჭაბეობდება, ტელევიზორთან ვზივა, რაღაც ვიდეოს, თქვა რაღაცა ვკითხულობ, თუ ტელეფონთან ვარ, თუ ლეპტოპთან, თუ ასე შემდეგ, რაღაცა სულ რაღაცა უნდა ბედო, სულ რაღაცას უნდა ცოტას ვიღებდე. ანუ ზუსტად ეს არის დარღვევა, ანუ არაფერი არ არის შიმშილზე საუბარი, არის ზუსტად ანუ კომპულსიურ, ანუ აკვიატებულ, გაუაზრებელ, ანუ რაღაცა ქმედებაზე ჭამის რაღაცა პროცესზე უბრალოდ რა. რომლისგანაც რეალურად სიამოვნებასაც ვერ ვიღებთ. ყველა ამ კვებითი აშლობის უკან ძირითადად ეს არის პიროვნების ემოციური მდგომარეობა, ეს არ არის რაღაც საკვების გადამეტებული სიყვარული, როგორც შეიძლება ზოგიერთი აშლობის შემთხვევაში ადამიანებს გონიათ სამწუხაროდ საზოგადოებას, ეს არ არის ხასიათის ძლიერი მხარეები, რომ მე შემიძლია კონტროლი დავაწესო კვებაზე, არამედ ეს არის ადამიანის შინაგანი ემოციური ტკივილი, რომელიც უკვე სიმპტომის სახით არაჯანსაღი კვებითი ქცევით გვევლინება.